ვაკის პარკში ვიმყოფებით, სადაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლებისა და კატების პატრონებს თავაზობს მობილური ვეტკლინიკის დახმარებით. მათ ოთხფეხა მეგობრებს ჩაუტარდეთ უსასყიდლო სტერილიზაცია, კასტრაცია და იდენტიფიკაცია. დათქმულ დროსა და ადგილას ძაღლებისა და კატების პატრონებსა და მიმკედლებლებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურ ვეტკლინიკაში საკუთარი თუ მიკედლებული ოთხფეხა მეგობრები მოჰყავთ. ცხოველების პატრონების სააგენტოს წარმომადგენლებს მიმართავენ კონსულტაციისთვის, ძაღლებისა და კატების დასაჩიბად, დასარეგისტრირებლად, ვაქცინაციისთვის. ზოგიერთი მათგანი ამოწმებს რეგისტრირებულია თუ არა ერთიან ბაზაში მათი ოთხფეხა მეგობარი, რომლისთვისაც ჩიპირება სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკაში აქვთ ჩატარებული. ხდება ცხოველების ვაქცინაცია, ცოფის საწინააღმდეგოდ, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია, ვაკეთებთ ასევე სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაციებს. ვეხმარებით მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ უკეთებთ ოპერაციას და ხელს უწყობთ, რომ მაქსიმალურად ყავდეთ ცხოველები მოწესრიგებული, როგორც იდენტიფიცირებული, ასევე ვაქცინირებული და რეგისტრირებული. მე ვარ ანასტასია, მე ვცხოვრობ საქართველოს 3 წლის, მყავს 4 ძაღლი ქუჩადან. დღეს მოვდივარ სტერილიზაცია, ჩიპირება და ვაქცინა. ამ ცუგას იანკა ჰქვია, მას ახლა ჩაუტარდა სტერილიზაცია და პატრონი ელოდება, როდის გამოვა იანკა ნარკოზიდან, რომ სახლში წაიყვანოს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გვითხრეს, რომ ასეთი აქციებით ცხოველთა პატრონებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ მათი ოთხფეხა მეგობრები უფასოდ დაარეგისტრირონ, აცრან და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს სტერილიზაცია. მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ხელსაყრელ ადგილას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე ლოკაციაზე მიიღონ ყველა სერვისი. ყავს გერმანული ნაგაზი 4 წლის, არის გასტრილებული, დაჩიპულია ასევე და მიზეზი რის გამოც დავჩიპე არის, რომ მოცილება მოხდეს ძაღლის, პლუს ამას კანონად ვალდებულები ვართ, ხოლო კასტრაციას რაც შეეხება, კასტრაცია გავუკეთე იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ეს ძაღლს აქვს დომინაცია და აქვს კონკრეტული სუნები, ხო რის გამოც ჩხუბობენ ძაღლს. და მე ეს აგრესია რო თავიდან ამერიდებინა გავუკეთე კასტრაცია. მე ყოველთვის მეგობრებს ვის ძაღლს აიყვანს, ყველას ვეუბნები რომ მსგავსი რამ გააკეთე, იმიტომ რომ აუცილებელია თან ჩვენ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა არის, რომ ვალდებულები ვართ ხო გავაკეთოთ ეს უაზრო გამრავლება მიუღებელი. თათების იმედში არაერთხელ გვისაუბრია სტერილიზაცია კასტრაციის მნიშვნელობაზე. ეს აუცილებელი პროცედურაა არასასურველი გამრავლების თავიდან ასაცილებლად და ერთადერთი საერთაშორისო დაღიარებული მეთოდია ქუჩებში უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად. სტერილიზაცია კასტრაციის წყალობით ოთხფეხა მეგობრებში იკლებს აგრესია, სახლიდან გაქცევის სურვილი. აღარ ავადობენ სიმსივნით, რომელიც სიკვდილიანობის ერთ-ერთი პირველი მიზეზია არასტერილურ ძაღლებს შორის. დაახლოებით 3-4 წლით იზრდება ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა. სტერილიზაცია კასტრაციის ჩატარების შემდეგ ძაღლი ან კატა ჯიშისთვის დამახასიათებელ თვისებებსა და უნარჩვევებს არ კარგავს. მობილური ვეტკლინიკით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ წინასწარ დარეკოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მითითებულ ნომერზე. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გვაფრთხილებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ცხოველთა პატრონები ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ყავდეს იდენტიფიცირებული და დარეგისტრირებული. არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ასევე კანონმდებლობის მიხედვით შერეული ჯიშის, იგივე მეტისის ყოლის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს მისი სტერილიზაცია, კასტრაცია. ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე და ჰუმანური გზით შევამციროთ მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე. ჩვენ თათების იმედი ვართ.